არის ოზონის შრე? როგორ მოქმედებს ის კლიმატის ცვლილებებზე? რა იწვევს ოზონის შრის დაშლას და რატომ არის ეს პროცესი სახიფათო ჩვენთვის? ჩვენ შევეცდებით აღვადგინოთ დაკარგული ჰარმონია ბუნებასთან. მწვანე ეთერი, შორენა ცხოვრებაშვილთან ერთად. რადიო გადაცემის ციკლი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მიერ მონრეალის სოფლის ვალდებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. მოგესალმებით, მწვანე ეთერი და მე შორენა ცხოვრებაშვილი. დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად ამ დროს ჩვენ საუბრობთ გარემოზე. გადაცემა ინტერაქტიულია და თემის შესაბამისად კითხვების გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 292 11 88 და 292 11 99. რადიო გადაცემის ციკლი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მიერ მონრეალის ოფლის ვალდებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. დღეს საუბრობთ ოზონის შრის კავშირს, კანსა და ზოგადად ჯანმრთელობაზე, ასევე პრევენციულ ზომებზე. ინგა ღვინერია პროფესორი არის მწვანე ეთერის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ინგა და დიდ მადლობას გიხდით ეთერში მობრძანებისთვის. რა კავშირია, დავიწყოთ პირდაპირ, რა კავშირია ოზონის შრის დაშლასა და ჯანმრთელობას შორის? ჯერ აი აქედან დავიწყოთ განმარტება. დავიწყოთ იქიდან, რომ ოზონი, როგორც იტყვიან, საიდუმლოებით მოცული ნივთიერება არის. ეს არის ფარველი ერთი მხრივ და მეორე მხრივ შეიცავს გარკვეულ მავნეობას. ეხლა ვთქვათ, რატომ არის ფარველი და დამცავი? იმიტომ არის, რომ ოზონის შრე, რომელიც მზის გამოსხივებას ფილტრავს და ჩვენამდე ხელს უშლის, რომ მოაღწიოს ულტრაიისფერი გამოსხივების გარკვეულმა სხივებმა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა და ბიოლოგიური არსებანი შეწყვეტდნენ არსებობას. ცხოველები შეწყვეტდნენ, ცოცხალი არსებები შეწყვეტდნენ არსებობას. ეხლა რამ გამოიწვია ოზონის აი ასეთი საფრთხე? ეს საუკუნის პრობლემა არის და ეს გამოიწვია სწორედ ტექნიკის ევოლუციამ. იმ ტექნიკურმა პროგრესმა, რაც ჩვენ 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მე 21 საუკუნეში გვაქვს, ეს არის წარმოების აღმავლობა, ეს არის ავტომანქანების დიდი რაოდენობა, ეს არის ინფორმაციო აგენტები, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ამდენად ეს ყველაფერი გამონაბოლქვი აგროვებს ბუნებაში უამრავ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც შედიან რეაქციაში ოზონის მონაწილეობით და აქ შლიან და აქ რთული პროცესებია, მეტად რთული პროცესებია, რომელსაც ჭირდება გაანგარიშება, გათვლა და მეცნიერებზე დაყრდნობით პროფილაქტიკური ღონისძიებების მიღება. ისე რომ ოზონი უნდა განვიხილოთ მასშტაბურად როგორც დადებითი მოვლენა და ოზონი როგორც უარყოფითი მოვლენა. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლოთ იმ კუთხით, რომ ოზონი არ არის მხოლოდ სტრატოსფეროში რაღაცა ესეთ. ეს პირდაპირ კავშირში, მისი დაშლა არის პირდაპირ კავშირში ჩვენთან, ადამიანებთან, ჩვენს ჯანმრთელობასთან. დღეს ჩვენ ვისაუბროთ სწორედ ჯანმრთელობაზე. ანუ ოზონის შლის შედეგად რადიაციული ფონი მატულობს დედამიწაზე და ეს იწვევს რიგ დაავადებებს. აი რა დაავადებებია ეს? იცით, ესე იგი გლობალური მასშტაბით თუ ავიღებთ, მთელი რიგი დაავადებების რაოდენობა მოემატა და ასე თუ ვიტყვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აი ამ დაავადებების მატებით შეშფოთებულია. ახლა უშუალოდ ოზონთან დაკავშირებული რა შეიძლება იყოს? ოზონთან დაკავშირებული ეს არის ალერგიული დაავადებების მატება და განსაკუთრებით რესპირატორული სასუნთქი სისტემის დაავადებები, განსაკუთრებით ფილტვების დიდი რაოდენობით, როცა ოზონი ჰაერში არის, მისი იწვევს ფილტვების დაზიანებას, ამას მოყვება მთელი რიგი გართულებები. აი ასევე ის განსაკუთრებით უნდა შეირჩეს აქ კონტინგენტი, პოპულაცია, რომელ პოპულაციაზე და რომელ კონტინგენტზე მოქმედებს, განსაკუთრებით ეს არის რაც ყველაზე მეტად მტკივნეულია, ეს არის ბავშვთა კონტინგენტი და ამა თუ იმ დაავადებულები, რომელსაც მოწვავდებათ მთელი რიგი დაავადებები. და რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე აი ესეთ ინდიკატორულს, რასაც ოზონის შრის აი ეს გათხილება და ულტრაისფერი სხივების უხვად მოსვლა დედამიწაზე, ეს არის კანის კიბოს რაოდენობის მომატება, ისე რომ აღრიცხულია
მაგალითად რომ ევროპაში განსაკუთრებით მოიმატა კანის კიბოს შემთხვევებმა და ისე კატეგორიებადაც კი არის დაყოფილი, რომ დასავლეთ ევროპაში უფრო მეტია ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში და ესე იგი საერთოდ სოფლიოში აღრიცხულია 200,000-მდე, რა თქმა უნდა ეს მიახლოებითი ციფრებია და ამის გამოთვლა საკმაოდ რთული პროცედურაა და ჩვენ არ აგვაქვს ამისი ფუფუნება, რომ ესე დეტალურად გქონდეს ჩვენთანაც იყოს ეს გამოთვლები გაკეთებული და აქედან ესე იგი სიკვდილით საკმაოდ დიდი რაოდენობა სიკვდილიანობის საკმაოდ დიდ რაოდენობას მიუთითებს ეს. ისე რომ არ არის ოზონის გამო გამოწვეული პრობლემები ასე იოლი. იცით, როგორც აღნიშნეთ, ესე იგი შეიძლება როგორც დაბებითი, აი უნდა მივცეთ იმის საშუალება ოზონს, რომ იმოქმედოს ისე როგორც დაბებითი და არა როგორც უარყოფითი. ქალბატონო ინგა, შეგაწყვეტინებთ მსმენელი არის ხაზზე, მას კითხვის დასმას სურს. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე მაინტერესებს თუ ხდება საქართველოში რადიაციის გამოსხივების გაზომვა როგორც სხვა ქვეყნებში და ამ ინფორმაციის გამოცხადება საკურორტო ადგილებში, ანუ პლიაჟებზე დამსვენებლებთათვის. დიდი მადლობა, საინტერესო კითხვა. დიახ, რამდენადაც მე ვიცი, რადიაციის გაზომვა ხდება, მაგრამ რაც შეეხება მის მანიფესტირებას და გამოცხადებას, ვერ გეტყვით ეს საკურორტო ადგილებში ხდება თუ არა. თუმცა ამის გაკეთება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში არ უნდა იყოს რთული. ეს ალბათ უნდა ცხადდებოდეს ამინდის პროგნოზთან ერთად. რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზთან ერთად. რა თქმა თუ უნდა. საუბრობდით კანის კიბოზე, რადიაციით გამოწვეულ აი ამ დაავადებაზე. თუ არ რა პრევენციის რაზომები შეიძლება მივიღოთ, თუ შეგიძლიათ რა პრაქტიკული რჩევებისკენაც წავიდეთ. ესე იგი, ჯერ ვთქვათ ის, რომ რადიაციაზე მეტად აქ კიბოს მაინც ულტრა ინისფერი გამოსხივება და თვითონ ოზონის გამოსხივება განაპირობებს და აქ მინდა ერთი ფაქტორიც განსაზღვრო, იცით, ყველაფერს ბუნებაში და მათ შორის განსაკუთრებით ქიმიურ ნივთიერებას აქვს ერთი ისეთი თვისება, ეს არის მისი რაოდენობრივიდან თვისობრივ ცვლილებაში გადასვლა. ესე იგი, დოზა, ანუ რაოდენობა განაპირობებს ყველაფერს, რაღაცა რაოდენობით რაღაც მომენტი, რაღაც ფაქტორი სასარგებლოა და რაღაც რაოდენობით ის არ არის სასარგებლო. სწორედ ამიტომაც არის შემოღებული აი ზრუნვა დასაშვები კონცენტრაციები გარკვეული ქიმიური ნივთიერებებისთვის და საერთოდ ზომიერების საზომიც უნდა იყოს. ეხლა თქვენ ბრძანეთ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რა პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ის უნდა ვიცოდეთ, აი აქ ცნობიერების ამაღლება არის საჭირო იმ გაგებით, რომ აი რომელ რეგიონში, სად, როგორ, როდი შეიძლება გავიდეთ, რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ მზეზე, შეიძლება თუ არა ბავშვები გაუთავებლად მზის სხივების ქვეშ იმყოფებოდნენ, მართალია, გარკვეულ პროცესში ეს სასარგებლოა, D ვიტამინის წარმოშობას უწყობს ხელს და რახიტის საწინააღმდეგო მომენტისთვის ეს აუცილებელია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რა დროს არ შეიძლება. აი შუადღის პერიოდში, როცა ზემოძე არის, ეს კატეგორიულად არ შეიძლება იმ გარუჯვის უთავბოლო, როგორ გითხრათ, აი მოდაში შემოსვლა. კი, ძალიან ლამაზია და ძალიან უხდებოდ ჩვენს გოგონებს, მაგრამ ამასაც თავის საზღვარი აქვს. მე არის ინდივიდუალური მგრძნობელობა, რომ ყველა ერთნაირი მგრძნობელობის არ არის. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი ამ კიბოს გაჩენაში და მის გენეში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თვითონ ადამიანის ბუნებრივ ფერს. თეთრი ფერის ადამიანებს, რომელსაც ეს შემცველობა ამ პიგმენტის შედარებით ნაკლები აქვს და ნაკლებად იყენებს ორგანიზმი ამას, იმათ უფრო ადვილად უსჭდებათ ვიდრე შავგრემანებს და მით უმეტეს ისეთ პირობებში აი იმასაც მნიშვნელობა აქვს, სად რა კლიმატში არის გაზრდილი ეს ადამიანი, თუ ის მიჩვეულია მისი ორგანიზმი და მას იმუნიტეტია გამომუშავებული, რომ გაუძლოს, ყველაფერს შეჩვევა უნდა და ყველაფერს ევოლუცია სჭირდება, ხომ აქვს მნიშვნელობა და აი ამიტომ ეს იცით რა, ესეთი გამზადებული რეცეპტები ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ორგანიზმის, აი უნდა ესმოდეს თავის ორგანიზმის, აი რა იმპულსები მოდის ორგანიზმიდან და არავითარ შემთხვევაში ჯიბში არ ჩაუდგეს მას, არამედ მის დაკრულზე იცეკოს, როგორც იტყვიან რა. ბატონო ინგა, კიდევ ერთი მსმენელია, უკაცრავად გაწყვეტინებთ, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. მოგესალმებით.
გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა ესეთი საინტერესო გადაცემისთვის და ესეთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. ანუ ნებისმიერი სათვალე მაინტერესებს იცავს თუ არა თვალს გამოსხივებისგან თუ აქ რამე განსაკუთრებული შუშა არის საჭირო და კიდევ ესეთი რაღაც მაინტერესებს რამდენად მართალია ეს ინფორმაცია რომ გამოსხივებამ შეიძლება რომ კატარაქტა გამოიწვიოს შემდგომში. ძალიან დიდი მადლობა კითხვის ბატონინგა ჩვენ რეკლამის დრო მოვიდეთ ჩვენს გადაცემაში და აუცილებლად ვუპასუხებთ რეკლამის შემდეგ ამ კითხვას დროებით. ჩვენ შევეცდებით აღვადგინოთ დაკარგული ჰარმონია ბუნებასთან. სვანე ეთერი, შორენა ცხოვრება შულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში პროფესორი ინგა ღვინერი არის სვანე ეთერის სტუმარი. სანამ რეკლამაზე გავიდოდით მსმენელი შემოვიდა გადაცემაში და დასვა კითხვა თუ იწვევს გამოსხივება კატარაქტას და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი აუცილებელია თუ რამე განსაკუთრებული შუში სათვალე თუ ნებისმიერი სათვალე იცავს. დიდი მადლობა მსმენელს ამ შეკითხვისთვის. რამე თუ გავერთვე კიბოთი და დამავიწყდა კატარაქტა, რომელიც ძალიან ისეთი პრობლემური დაავადება არის. რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს თვალის იწვევს კატარაქტის განვითარებას, ბროლის შემღრევას, ისე რომ თუ დაუზოგავად მოექცევით თვალებს და არ დავიფარავთ ულტრაისფერის სხივებისაგან, რა თქმა უნდა, ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს და რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიაც შეიძლება წარმოიშოს და განვითარდეს, რაც ძირითადად ხანში შესრულებს ახასიათებს. და მხედველობაზე იმოქმედოს ძალიან ცუდად. რა თქმა უნდა, დამცველი სათვალე არის კარგი. ჩემის აზრით, ესე იგი, ახლა მე არ მინდა ესე გამომივიდეს, მაგრამ აი ორგანულ მინას ისე სხვანაირი მინაჯობია, უფრო მედეგია და ულტრაისფერის სხივებისაგან იცავს და ამდენად ნუ დაზოგავთ თანხას და შეიძინეთ მაღალი ხარისხის მინისაგან დამზადებული ფერადი სათვალე. აი ეს უფრო მოსახერხებელი და ისეთი უფრო მეტად დაიცავს. აი უწინ ცეისის მინა იყო ყველაზე ისეთი გამძლე და კარგი და ეხლა გითხრათ სიმართლე ხოლმე ზუსტად არ ვიცი რა მარკის იმდენი შემოდის რომ ძალიან ძნელია ამაში გარკვევა, მაგრამ რაც უფრო ისეთი მაღალი ხარისხის იქნება რა, მით უფრო უკეთესია და მით უფრო საიმედო მომოვიტყვევთ თავს. მაღალი ხარისხი ყოველთვის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამდენად გავუფრთხილდით თვალებს. კატარაქტას ნამდვილად იწვევს ულტრაისფერი გამოსხივება. ქალბატონო ინგა, შეიძლება თუ არა გამოსხივების დიდი დოზის მიღება, ასე ვთქვათ, ღრუბლიან ამინდში. იცით, რაშია საქმე? ღრუბლიანი ამინდი, რა თქმა უნდა, ამცირებს ულტრაისფერის სხივების მოქმედებას, მაგრამ არ აკავებს. რაღაც გარკვეულწილად აკავებს, მაგრამ ღრუბლიან ამინდშია შეიძლება გამოიჯვა, რა თქმა უნდა, უნდა მოვედიდოთ ღრუბლიან ამინდსაც. ღრუბლიანი ამინდი არ არის სრული გარანტია იმისა, რომ ჩვენ ავიცილებთ ულტრაისფერის სხივების უარყოფით მოქმედებას. დადებითი ძალიან კარგი. დილას აღამოს, აი რაც შეიძლება შუა დღეზე რაც უნდა ღრუბლიანი იყოს, მაინც მზე ისეთ სიმაღლეზე დგას და ისე ეცემა სხივები, რომ გამოსხივება ულტრაისფერის სხივები ასევე იმუნოსისტემას აქვეითებს ძალიან. თუ არის რომელიმე ესეთი ქრონიკული დაავადებები, რომლისთვისაც განსაკუთრებულად საშიშია და აი რა ასაკობრივ კატეგორიაში, თუ არის კიდე ესე დაყოფილი ასაკოვანი ადამიანების ბავშვების შემთხვევაში თუ როგორ? საერთოდ გზნობიარე კონტინგენტად ბავშვები და ასაკოვნები ჩაითვლებიან, მაგრამ იმუნური სისტემა დღეს ისეთი სენსიტიურია, რომ ყველაფრის მიმართ მგზნობიარია და ულტრაისფერის სხივები, როგორც ცნობილია ლიტერატურიდან, მოქმედებენ არა მარტო არასპეციფიური იმუნიტეტზე, არამედ სპეციფიური იმუნიტეტზეც მოქმედებენ და იწვევენ მის საგრძნობლად შემცირებას. ეხლა ერთი რამე მინდა ვთქვა, არ გამომივიდეს ისე, რომ აი მზის სხივები არ შეიძლება პირიქით მცირე რაოდენობით დოზირებულად გარკვეულ საათებში და მე ასე ვიტყოდი ექიმთან შეთანხმებით, აი როდესაც ორგანიზმი მთლიანად არის შესწავლილი, ზოგჯერ ადამიანს ისეთი რამე აწუხებს, რომ თვითონაც არ იცის, რომ აწუხებს და ასეთ შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე პროცესები რო არ გავააქტიუროთ და აი ყველაფერი ზომიერად წავიდეს, აი ამიტომ ზომიერება კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვას უნდა იქნას დაცული და რა თქმა უნდა იმუნური სისტემაზე მოქმედებს
და ესეთი ქრონიკული გითხარით ბრონხიტების გამწვავებას იწვევს, ქრონიკულად მიმდინარე ბრონხიტების, ასთმური სიტუაციების გამწვავებას იწვევს, ალერგიული დაავადების ალერგია ისედაც გახშირდა და მით უმეტეს, როდესაც ორგანიზმს ბრძოლის უნარი დაქვეითებული აქვს და იმუნური სისტემა დათრგუნულია, ასეთ შემთხვევაში მოსარიდებელია და მთელი რიგი რაგუხსისათა სისტემა და აღარ ჩამოთვლია ხა ღვიძლის ფუნქციები არის. აი ესეთი დაავადების მქონე ადამიანებმა უნდა მოერიდონ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად, თუმცა სულ მზის სხივების გარეშე გარეშე არ უნდა დარჩნენ. პირიქით ჰაერზე დიდხანს უნდა იყვნენ, მაგრამ ჩრდილი არსებობს, მცენარეული საფარი არსებობს, რომლის გამოყენება მაქსიმალურად შეიძლება და ჩრდილში სუფთა ჰაერი, ჩრდილი და გარეთ ყოფნა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია და ეს არის დადებითი მოვლენა ამ შემთხვევაში ადამიანისთვის. მზისგან დამცავი კრემებზე რას გვეტყვით? რამდენად იცავს, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია და იცით რა შეესაქმე? აი არის კრემები, როგორც ფილტრები, ისე მოქმედებენ. უპირველეს ყოვლისა მინდა და მეთქვა, ეხლა მე კოსმეტოლოგების ფუნქციებში არ შევიჭრები, მაგრამ ერთი რამე არის, აი მაკიაჟის შემთხვევაში, როდესაც ფორები დაფარულია და ის არის რა ქვიან, კანსუნთქვის საშუალება არ აქვს, უფრო ცუდად მოქმედებს ეს ყველაფერი და დამცველი კრემები, დამცველი მალამოების გამოყენება რა თქმა უნდა შეიძლება. ძალიან ბევრი ესეთი პროტექტორული მალამოები არის გამოსული. აქაც მინდა ვთქვა, რომ იაფიან მასალას მოერიდეთ, უფრო რახან ასეთ დიდ რამეზე მივდივართ, იცით, რომ ესე იგი დავიცვათ თავი ამ ზედმეტი გაღიზიანებისაგან. იცით, ძალიან ცოტა რამე სჭირდება დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ გარემო პირობებში, ეკოლოგიურ სიტუაციაში მყოფი ადამიანის ორგანიზმს. აი პატარა ბიძგი სჭირდება იმისთვის, რომ რაიმე უარყოფითისკენ გადაიხაროს და ამდენად ძალიან დაფიქრებულად და ძალიან დაკვირვებულად უნდა იყოს თითეული მალამო გამოყენებული. რა თქმა უნდა, იქამდე ამ ბოლო ხანებში გაჩნდა ლიტერატურაში მონაცემები იმის შესახებ, რომ აი მელანინი ხომ არის პიგმენტი, რომელიც იცავს ультраისფერის სხივების გავლენისაგან ორგანიზმს, აი ხელოვნურად შეიძლება მისი ბიოტექნოლოგიები შეიძლება იყოს ისეთი, რომ ხვალზე გამოვიდეს აი მელანინისგან დამზადებული რაღაც მალამოები. ისე რომ შემადგენლობასაც უნდა შევხედოთ. ზოგჯერ ეფექტური შეიძლება იყოს და გახსოვთ რა ის რაღაც სხვადასხვა ხსნარებზე რა ესეთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ეფექტური შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებლად შორეულ შედეგებზე უნდა იფიქროთ, იმიტომ რომ დღევანდელი ეფექტი არ ნიშნავს, რომ ხვალდაზე ისე ჩაივლის, უკვალოდ ჩაივლის და სხვათა შორის ერთი რამეც მინდოდა მეთქვა, რომ აი ამ ავთვისებიანი სიმსივნების, კანის ავთვისებიანი სიმსივნების განვითარება ეს ხანგრძლივი პროცესია. აი შეიძლება დღეს დაიწყოს ადამიანი გაირიჯოს ხვალზე 1 წელიწადს, 2 წელიწადს. აი იქამდე რომ ბავშვობაში გარუჯვამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგში აი ამისი გართულება, იმიტომ რომ აქ უჯრედზეა ლაპარაკი, აქ ქიმიური კავშირების დარღვევაზეა ლაპარაკი, აქ გენეტიკური მასალის ცვლილებაზეა ლაპარაკი და მის აღდგენას და მის რეაბილიტაციას და ჩადგომას მწყობში დიდი დრო და გარკვეული პირობები ჭირდება. თუ არსებობს პროფილაქტიკური გამოკვლევები, თუ შეიძლება რომ ჩაიტარონ ადამიანებმა პროფილაქტიკური გამოკვლევები დავუშვათ. მეტად გადაწვის შემთხვევაში კანის რა თქმა უნდა, დერმატოლოგები ძალიან კარგ იცით რა, კანის სხვადასხვა დაავადებებმა განსაკუთრებით მოიმატა. სხვადასხვა მე არ გულისხმობ მარტო ультраისფერის სხივებით გამოწვეული, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო იმდენი რამე აღიზიანებს კანს, იმდენი რაიმე აი თითქოს უნებელი, იქ სარეცხის საშუალება, იქ კოსმეტიკური საშუალება, იქ სარემონტო საშუალებებია, სახლში ვართ, რაღაცოთ ხდება, რაღაცას ვიყენებთ, ხო ძალიან ბევრი რამე აღიზიანებს კანს და კანს, რომელიც ორგანიზმ როგორც საფარი, როგორც დამცველი, აი ასეთნაირად აღიქმება და მის რეგენერაციას და მის მოვლას და აი მთავარი რომ ელასტიურობა არ დაიკარგოს და იქამდე ასეთი ისიც კი არის რომ ნაადრევი სიბერი არ გამოიწვიოს ამ კანის ელასტიურობისა და ცხინოვანისგან დაცლამ და მისი ძირითადი დადებითი თვისებების დაკარგვამ და რა თქმა უნდა დერმატოლოგთან კონსულტაციები აუცილებელია და პროფილაქტიკისთვისაც ძალიან კარგი იქნება მათი ვიზიტი. დიახ. კიდევ ერთხელ
რომ გავიაროთ და უშუალოდ გადავიდოთ გამოსხივება, იმიტომ რომ ამას საკმაოდ საინტერესოდ ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმ თემას, რომ გარემო და ეკოლოგია ეს არ არის მხოლოდ ხე, ეს არ არის მხოლოდ დაბინძურება, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. იგივე ეს გამონაბოლქვები, იგივე ეს დაბინძურებული გარემო და ეს ისე ჩვენ თუ არ შევეცადეთ, მე არ მინდა რაღაც ისე გამოვიდეს, რომ რაღაცას ჭკუას ვარიგებთ, მაგრამ მე მგონი ჩვენ თითოეულმა თუ არ შევეცადეთ, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს, ეს პირდაპირ შემდეგ რაღაცა დროთა განმავლობაში აისახება რა ქალბატონო ინგა ისევ და ისევ ჩვენს რა თქმა უნდა აისახება და მე ერთი მომენტი მინდოდა ამასთან დაკავშირებით მეთქვა მსოფლიოში ყველაფერი ხდება გეგმა ზომიერ არა ხდება რა გაგებით მეცნიერება გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება ხომ მე დასაწყისში ვთქვი რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ზომა თავისი საზღვარი რაღაც საზღვარი სწორედ ამიტომ არის აი ბევრი ისა ქიმიური ნივთიერებების ტოქსიურობის მაჩვენებელი არის მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები. აი რა რაოდენობა შეიძლება იყოს რომ ადამიანს მავნე გავლენა არ მოუტანოს. იგივე ოზონთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. ოზონის დასაშვები ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო ზონის აირში, აი სადაც ადამიანი დაკავებულია 0.1/1000-ია. ატმოსფერულ ჰაერში 0.3/100-ია და არის ქვეყნები, სადაც დასახლებული ადგილებში 1.0 და 1.16 კუბიური მეტრია, მაგრამ აი ამას ყველაფერს სჭირდება გაზომვა. საერთოდ იმისათვის რომ ეკოლოგიურ საიდუმლოებას ჩავწვდეთ, ყველაფერი რიცხვებში უნდა გქონდეს გადაყვანილი. აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აი რასთან გვაქვს საქმე. ძალიან ძნელია, როცა აი გაურკვევლად ვსაუბრობთ რაღაც მომენტზე. იქ შეიძლება ბევრი დადებითი მომენტი გაიპაროს. და იმისათვის რომ ეკოლოგიური სიტუაცია არ შემოგვიბრუნდეს და არ მინდა ესე ძალიან ტრაგიკულად ვთქვა, თუ უკვე შემოbrunებული არ არის კაცობრიობის საწინააღმდეგოდ, მაშინ დროზე უნდა მივხედოთ ამას და თითოეულმა ვისაც რა ევალება. ყველა მივხედოთ ჩვენ საქმეს. ბავშვების აღზრდიდან დაწყებული, დიდი ასაკით დამთავრებული, რომ ვიცოდეთ, რომ რა არის მავნე, რას შეუძლია ზიანი მოუტანოს და რა მომავალ თაობას რა არ უნდა დაუტოვოთ. რა არ უნდა დავახედოთ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, გადაცემა დასრულდა. მსმენელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო ინგა გუნერია პროფესორი. ასევე შეგახსენებთ, რომ რადიო გადაცემის ციკლი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მიერ მონრეალის ოქმის ვალდებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გაუფრთხილდეთ გარემოს ნახვამდის. რა არის ოზონის შრე? როგორ მოქმედებს ის კლიმატის ცვლილებებზე? რა იწვევს ოზონის შრის დაშლას და რატომ არის ეს პროცესი სახიფათო ჩვენთვის? ჩვენ შევეცდებით აღვადგინოთ დაკარგული ჰარმონია ბუნებასთან. მწვანე ეთერი, შორენა ცხოვრება შვილთან ერთად.